ტელეპროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, ტელეპროექტი უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება დღეიდან. სტუდიაში დღეს მე ნინო ჟიჟილაშვილი ვიმუშავებ. ტელეპროექტ დიდი ათეულის მომავალი კვლავ გაურკვეველია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ არაფერი უთქვამს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემის ფინალამდე, გადაცემის მეორე ნახევარში მოვისმენთ უფრო კონკრეტულ პასუხს იმის თაობაზე, გაგრძელდება თუ არა პროექტი, ვინაიდან ჩვენ სტუდიაში სტუმრად იქნებიან ამ გადაცემის წამყვანები ეკა ხოფერია და დაჩი გრძელიშვილი, მანამდე კი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები ბატონები ნოდარ ლადარია და დავით მაღრაძე. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ მსმენელს შევახსენებთ, რომ შეუძლია დაგვიკავშირდნენ შეკითხვებით ან მოსაზრებებით ტელეფონის ნომერზე 380 800. პირველი კითხვით კი მინდა ბატონ ნოდარს მივმართო, ვინაიდან თქვენ უკვე გამოთქვით თქვენი მოსაზრება, თქვენი სტატიით, გუშინ 24 საათში გამოქვეყნდა ის ამ პროცესთან დაკავშირებით და რამდენიმე ფრაზა მინდა წავიკითხო თქვენი ბრძანეთ. რომ გადაცემა იყო ყოვლად უნიჭო და უგერგილოდ განხორციელებული, თუმცა იქვე თქვით, რომ რაც მოხდა თავდასხმა ახლად დაბადებულ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. მე საქართველოს ასეთ ტენდენციებისთვის არ მემეტებაო წერთ. აი რა მოხდა ასეთი ბატონო და რამაც თქვენ მე პრინციპში სულ კითხულობ თქვენ სტატიებს, იშვიათად არის ხოლმე ასეთი ფორმით. და ასეც ამთავრებ თქვენ სტატიას, თქვენ გემეტებათო ეკითხებით კითხულს, რა მოხდა ასეთი? მე მაგალითს მოგიყვანთ იმისათვის, რომ განმარტო ჩემი აზრი. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ისლამი უკრძალავს მორწმუნეებს ღვინის მას. ეს ძალიან ნორმალურია, ასე არის ამ რელიგიაში და თუ საზოგადოებაში არსებობს მსგავსი რელიგიური ჯგუფი და არ იყენებს ღვინოს, ამაში ჩვენი ეკონომიკისათვის საფრთხეს არ უნდა ვხედავდეთ, ხო მართალია? მაგრამ თუ დაიწყებენ პირდაპირ ზეწოლას, მაგალითად ღვინის მწარმოებლებზე, ან თუ მოაწყობენ დივერსიებს ვენახებში, ან არ ვიცი, ჩაბარების პუნქტებში და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა საკითხია, აქ შესაბამისად საზოგადოებამ სახელმწიფოს მეშვეობით უნდა დაეცვას აქედან თავი. მოხდა ის, რომ პრიორიტეტები დამახინჯდა საქართველოში. ერთია, როდესაც რომელიმე რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელობა თავის მრევლს მიმართავს უშუალოდ, მისთვის მისაღები და ტრადიციული ხერხებით და სხვა არის, როდესაც ზოგადად საზოგადოებრივი ინსტიტუტის საქმიანობაში ერევა პირდაპირ და უშუალოდ და რეკომენდაციების სახით. სწორედ ეს მოხდა, რომ დაირღვა საზოგადოებაში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების თანაცხოვრების პრინციპი. ჩვენ ძალიან გვეშინია ხოლმე არ მოხდეს დაპირისპირება. ამავე დროს საზოგადოება იმას ქვია, სადაც არსებობს ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების გამომხატველი ჯგუფები და მათ აქვთ შემუშავებული ერთმანეთთან ურთიერთობის წესი. ამ წესს ქვია კანონი. ბატონო და თქვენ რეკომენდაცია ახსენეთ, რეკომენდაციაც მიუღებელი იყო თქვენთვის თუ თქვენ ამას ზეწოლის ფორმატ, ან ზეწოლა ახსენეთ, რეკომენდაცია ახსენეთ, თქვენთვის რა იყო რეკომენდაცია თუ ზეწოლა? უბრალოდ ეს იქ ასე იქნა მონათლული ეს დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა საპატრიარქოს საიტზე, თვითონაც ამბობდნენ, რომ იძლევიან რეკომენდაციას, მაგრამ ფორმა იყო სულ სხვანაირი. დიდი მადლობა ბატონ დავით, თქვენ არ გამოგითქვა ჯერ თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა პირველად დღეს იტყვით ჩვენ ეთერში, როგორ აღიქვამთ მომხდარს, ეს იყო ზეწოლა, თავდასხმა იყო, რეკომენდაცია რჩევა, კურთხევა, უამრავი სხვადასხვა შეფასება შეიძლება გქონდეს ამას. მოგესალმებით. აზრი გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით პირის პალიტრაში, გაზეთში. აზრი გამოვთქვი პირველ არხზეც, ოღონდ არ გავიდა სრული სახით და ბუნდოვანი წარმოდგენა შეექმნებოდა მაყურებელს და მსმენელს. ამდენად ეხლა დიდი მადლობა, რომ მაქვს საშუალება, რომ გამოვთქვა აზრი და ბუნდოვანება გავფანტოთ ჩემი კომენტარის გარშემო. ერთი რამ მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ჩვენი დღევანდელი ქვეყანა ახალს არაფერს ვიტყვი, ალბათ რომ არის ეკონომიურად ჩამორჩენილი ჩემი აზრით პოლიტიკურათაც და საზოგადოებრივათაც და აი გამოძახილი ასეთი, რომ ესეთი უნებათაღელვის საგანი გახდა და ესეთი ლამის სამკვდრო საცოცხლო დაპირისპირების საზოგადოების განხეთქილების და ასე შემდეგ შემეცნებით გასართობი პროექტი, სწორედ ამის დადასტურებაა. ამის გამოხატულება მგონია ჩვენი პროვინციული ყოფის. არ მეყვარს ხოლმე ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ვეღარაფერი მოუნახე. სხვა დროს შევეცდები ავერიდო ამ სიტყვას.
რაც შეეხება რეკომენდაციას საპატრიარქოსი, მე პირადად არ ვიცნობ ხა ამ რეკომენდაციას, მითხრეს რომ საიტზე არის, მაგრამ არ მინახავს. რეკომენდაციის გამოთქმის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს საპატრიარქოს და ყველა ადამიანს აქვს და არა მარტო საპატრიარქოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად გაითვალისწინებს შემდეგ პროექტის ავტორი ამა თუ იმ რეკომენდაციას, ეს უკვე მისი ინდივიდუალური ნების გამოხატულება იქნება და მისი გადასაწყვეტი იქნება. აბა რატომ შეიქმნა ახლა პრობლემა, ბატონო დავით, თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ ეს მარტივი იყო რეკომენდაცია გამოხატნა პროექტის ავტორებმა ან გაითვალისწინეს ან არა? ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ხა სახელმწიფოებრივზე თავდასხმა, ახალ სახელმწიფოებრივზე თავდასხმად მე არ აღვიქვამ საპატრიარქოს რეკომენდაციას. ახლა ახალ შემდგარ სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმა უფრო შეიძლება მივიჩნიო იმედის არხი, როდესაც დაამტვრიეს და ჟურნალისტები დაყარეს ძირს და წიგნით შეძგნენ. აი ეს უფრო მგონია თუ შეფარდებით და შედარებითია ყველაფერი ქვეყანაზე, ეს უფრო არის ახალ შემდგარ სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმა ვიდრე საპატრიარქოს რეკომენდაცია. მე არ ვიცი ახლა შემდეგ რა ფორმებს მიიღებს და როგორ განვითარდება ეს მოვლენები, მაგრამ ვატიკანს აქვს ხოლმე თავისი მოსაზრება გარკვეულ წიგნთან დაკავშირებით, გარკვეულ ფილმთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მთელი ვთქვათ ესპანეთი ან მთელი იტალია ამაში არ ერთვება და მე იმ ავტორის ნების და მიხედვით ის ან გაითვალისწინებს ამას ან არ გაითვალისწინებს. მე პირადად ჩემი აზრით თუ საინტერესოა ვინმესთვის ეს რო ჩემ თქვა წიგნს ეხებოდეს არა მე არ მჭირდება ამისთვის მაინდა-მაინც სასულიერო პირი თქვენს თუ დამარწმუნებთ რომ რაიმე ზიანი მომაქვს ამ ჩემი წიგნით ჩემი საზოგადოებისთვის და ჩემ დაუნებურად რაც მიყვარს რასაც პატვს ვცემ ვინც ძვირფასია ჩემთვის იმას უნდა ზიანი მივაყენო მე თქვენ დაგიჯერებთ მაგრამ თუ ვერ დამარწმუნეთ მაშინ მე ვერც თქვენ დაგიჯერებთ და თუ ვერ დამარწმუნებს ვერც სასულიერო პირს დავუჯერებ მხოლოდ იმიტომ რომ თქვა სასულიერო პირმა დაიწუნა ჩემი წიგნი ასე. რამდენი დამაჯერებელი იყო ეს არგუმენტები რაც მქონდა ამ შემთხვევაში? მე მართებს ხელოვანს თუ დარწმუნებულია თავის სითამამეში და სიმართლეში. ესმის ბატონ დავით, მას ჩაგიკითხებით, რამდენი დამაჯერებელი იყო თქვენთვის ის არგუმენტები, რომელიც აი სამღვდელობის იმ ნაწილმა გამოხატა, რომელიც ამ გადაცემაში სტუმრად იყვნენ მიპატიჟებული, იმიტომ რომ მე მას მე ძალიან ბევრს ვესაუბრე და სხვადასხვა პოზიციები იყო, აქაც არ არის ასე რომ თქვათ, ყველა სასულიერო პირში ესეთი ერთგვაროვანი პოზიცია, თუმცა მათთვის პატრიარქის, თვითონ სასულიერო პირების პოზიცია პატრიარქის ნება არის უზენაესი, მათთვის სხვანაირად მისაღებია ეს. აი თქვენთვის თუ იყო მისაღებია ესე აპრიორში ის რაც თქვათ საპატრიარქომ და ის რაც გახმოვანდა ამ გადაცემაში. იცით რა ახლა თეოლოგიურ წიაღსულებს ამ წუთში ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რამ შემეძლია ვთქვა, რომ განჯის საგანი შეიძლება განხვდარიყო, მაგრამ არა ასეთი ვნებათა ღელვით. მე მაგალითად ვთვლი, რომ არ ვიცი ახლა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ წმინდანად შერაცხული ადამიანი ეს ალბათ სინოდის გადასაწყვეტია ვის შერაცხავენ წმინდანად, როგორ შერაცხავენ რა დამსახურების და მიხედვით. ეს ადამიანები რჩებიან საზოგადოებაში. რჩებიან ჩემ ცნობიერებაში, თავისი ღვაწლით, თავისი ნაშრომით, ამიტომ ექსკლუზივი არც მე მაგ და არც სხვა სამ ადამიანებს ჩემი აზრით. გასაგებ. ბატონო დარ ძალიან ბევრი ნეგატიური რამ მოხდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. თუ მიჯნას დავსახავთ ზუსტად იმ ტერმინოლოგიით, რითიც თქვენ ბრძანებდით თქვენს საგაზეთო სტატიაში, ახალი ქვეყნის მშენებლობა როცა დავიწყეთ. მას შემდეგ ილახება ადამიანის უფლებები, ილახება საკუთრების უფლება, ბატონი დავითი ბრძანდება, იხურება ტელევიზიები, პროგრამები. უამრავი რამ ხდება. პოზიტიურს თავი დავანებოთ, ნეგატიური რაც გასაკრიტიკებელია. რატომ მოხდა რომ სწორედ აი ამ თემაზე მოხდა ესე ვთქვათ მოიცა ესე ბჭყალებს ჩავსო ინტელექტუალური ელიტის ესეთი აჯანყება, ესეთი აღშფოთებული ინტელექტუალთა კრებული არ მინახავს. მართლა არ მინახავს არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ რგოლში. ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. დიახ. საქმე ის არის რომ ეს საკითხია რომელიც ინტელექტუალებს ეხება და რომელშიც ინტელექტუალები თავიანთ თავს გრძნობენ პროფესიონალებად. მე მაგალითად არ შემიძლია შესაძლოა ჰიპოთეზურად რომ წარმოვიდგინოთ რომ ეკონომიკაში ამაზე რაღაც უარესი ხდებოდეს არა ამის შესახებ აზრს ვერ გამოვთქვა იმიტომ რომ არ მესმის ეგ რატომ თქვენს გვერდზე თქვენს მეზობელს რომ თქვა პურის ფული არ აქვს და რაღაც შეიძლება მოგვარდეს ეს პროცესი თქვენთვის უფრო შორს არა მე ხომ პარტიის ლიდერი არა ვარ არც რომელიმე ესეთი საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივისტი და ასე შემდეგ საზოგადოებაში აქტიური წევრი ბრძანდებით მუდმივად რა თქმა უნდა ამისათვის მაქვს მე საშუალება რომ გამოვხატო ჩემი პოლიტიკური ნება მაგალითად არჩევნებზე. გასაგებია. ბატონ დავით, მაინც მინდა წაიკითხოთ ერთი განცხადება საქართველოში მცხოვრე მუსლიმი ქართველების განცხადება ეს დღეს გამოაქვეყნეს პატარა ფრაგმენტი. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ საქართველოს შიგნით
და მის გარეთ მცხოვრებ მუსლიმან ქართველთა ისეთივე კუთვნილება, როგორც ჩვენი ქრისტიანი თანამოძმეებისა ყველა წმინდანიო, ისიც უდავოა, რომ დიდი მამულშვილობა მარტო აღსარებლობით არ განისაზღვრებაო. სწორედ ამიტომაც დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ასე შემდეგო ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ერისკაცები არიანო, წერენ ისინი. აი ეგ რაღაცა ბზარი გაჩნდა უკვე, იცით, ის ბზარი, რომელიც ალბათ სადღაც იყო, მაგრამ დაფიქსირდა. აი ამ ბოლო კვირის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, ეს ბუნებრივად მოხდა ეს პროცესი თუ რაღაცა ხელის შემწყობი, რაღაც ხელოვნური ფაქტორებიც იყო და გარკვეული მიზნებიც? როდესაც ეს ხდებოდა ამ ბზარის გაჩენის. რაც პრინციპში საზოგადოებაში ამ დრომდე ესეთი აქტუალური არ იყო. მე ამ ბზარს სიმართლე გითხრათ, ხო, აი რა ბზარზე თქვენ ბზარით ჯერ ვერ ხედავ და არც მინდა რომ დავინახო, ან ხა იმას არ მომხდოს ირაკლემას. უბრალოდ არ მინდა რომ ასე განვითარდეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხა ადამიანს როგორ შეიძლება რომ ხა არ გიხაროდეს, როცა მუსულმანი ქართველს მიაჩნია თავის სულიერ კუთვნილებად ვეფხისტყაოსანის დავით გურამიშვილის შემოქმედებაც და იდენტიფიკაციას ახდენს თავის სამშობლოსთან მიუხედავად თავისი აღსარებლობისა. ეს ბზარი არ იყო ხოლმე, რა ვიცი, ახლა საქართველოში ასეთი განსაკუთრებული, ახლა ბევრი ბზარები გქონია ჩვენ, მაგრამ ამ ხრივ ესეთი განხეთქილების საგნანი არ იყო ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ეს შემწყნარებლობა აღსარებლობების მიმართ იყო ყოველთვის, რაღაცაერად რეგულირდებოდა საზოგადოების მხრიდან თუ ადამიან ინტელექტუალების მხრიდან თუ ჩვეულებრივი გლეხის მხრიდან, რომელიც ერთმანეთის რწმენამ არ უნდა გაგვაღიზიანოს. ჩვენ შეიძლება ადამიანი ათეისტი იყოს და იმასთან თანაცხოვრების კულტურა უნდა გქონდეს. არც მაგრამ იმ ათეისტმაც უნდა იცოდეს ალბათ რომ მორწმუნე ადამიანის რწმენამ ისე არ გააღიზიანოს და ისე აგრესიაში არ მოიყვანოს, რომ ამაზე ააგოს მერე თავისი იდეოლოგია და თავისი ცხოვრების წესი. ეს სიმშვიდეს მოითხოვს რა, ესე ვნებათა ღელვას არ მოითხოვს, ფაქიზი თემებია ძალიან. მე მაგალითად პირადად მიმაჩნია რა თქმა უნდა რომ ქართული კულტურა არის ქრისტიანული კულტურა, თუ ახლა ადრეულ ცივილიზაციას არ ჩავთვლით, ახლა დამწერლობას გულისხმობს, საიდანაც უკვე ლიტერატურული ძეგლი ჩდება საქართველოში და ასე შემდეგ. ქსოვილით ვამბობ და არა დოგმატიკით. ქსოვილით თვითონ ქრისტიანული კულტურის ქსოვილიდან არის შექმნილი ქართული კულტურა, თუმცა ეს არასდროს არ უკუაგდებს აქ მაცხოვრებელ თავის წიაღში ეძახის იმ ადამიანებს როგორც კულტურა და ეძახის მუსულმანსაც, ეძახის იუდეველსაც, ეძახის რა ჭეშმარიტი ხელოვნებაში იქნება, რა ჭეშმარიტი ფასეულობა ყველასთვის მახლობელი, ყველასთვის სულიერ კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. და აქ ვიჩდება შეკითხვა, ყველა გამოკითხვით მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ინსტიტუცია და მისი პატრიარქი იყო პირველ ადგილზე. ნდობის თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებული ნდობა ამ ინსტიტუციის მიერ დამეთანხმეთ ბატონოდან. გაჩნდა მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს თეორიები ყოველთვის ჩდება ხოლმე, როცა მსგავსი რაღაც პროცესები ხდება, მაგრამ აუცილებლად მინდა ეს შეკითხვა თქვენ დაგისვათ, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის აქტიურობთ ამ მიმართულებით. ასეთი შეტევა ამ წუთში მართლმადიდებელ ეკლესიაზე მისი ავტორიტეტის შელახვას ემსახურება. გაჩნდა ასეთი მოსაზრება. პირიქით ემსახურება მისი ავტორიტეტის დაცვას იმისათვის, რომ ეკლესიამ შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა, რომ შემდგომში რამდენადაც ნაკლები იქნება მისი პრეტენზია გნებავთ ან მიდრეკილება ყოველ შემთხვევაში საერო ძალაუფლების აღებისათვის, მით მეტი ავტორიტეტი ექნება ეკლესია. საქმე ის არის, რომ ეს რეკომენდაცია ბრჭყალებში რომ შესრულდეს, სწორედ ეკლესია დაკარგავს ძალიან ბევრს, დაკარგავს საზოგადოების ნდობას. ამ შემთხვევაში მე მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩემი мотиваცია ძირითადად სხვა არის და მე მოგახსენეთ დასაწყისში, მაგრამ ერთ-ერთი мотиваცია სწორედ ის არის, რომ ქრისტიანმა საქართველოში თავისი საყვარელი წმინდანისადმი, თქვათ, გრძნობის გამოხატვა უნდა შეძლოს თავისუფლად და ეს ხალხი ძირითადად სწორედ ამისთვის იბრძვის. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ეკლესიის ავტორიტეტი და არ ვიცი მისი, ასე ვთქვათ, ამქვეყნიური ძალაუფლებისკენ სწრაფვა. ახლა ბრძანებდით ბზარზე და მუსლიმებზე. მე პირიქით დავინახე აქ, რომ ქართველი მუსლიმები ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებასთან მთლიანობას გამოხატავენ. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ისლამს, ეგვიპტეში იყო მსგავსი პროექტი და იქ უნდა ითქვას ყოფილმა გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა გამალ აბდელ ნასერმა რეიტინგით გაუსწრო მოჰამედს.
მოციქულ წინასწარმეტყველ მუჰამედს და ამის გამო ახლა ხამას მართალი არც ცალია, მაგრამ ალ-კაიდასაც არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს. აი შედარებები, რომელიც ამ გადაცემაშიც გაკეთდა პარასკევს, რაც ჩვენ ნახეთ, გახდა ძალიან ისეთი აღშფოთების მიზეზი მრევლში. ასე ვთქვათ, აი რაც თქვენ ახაბძანეთ, ვთქვათ, აი ადამიანებთან ალ-კაიდასთან, ესე პირდაპირ ასოციაცია ირანის რაღაც დოგმატიკასთან და ასე შემდეგ, ეს მართლაც ასეა ბატონ დავით. ეხლა ჩვენ ასე აქვს ამ ქვეყანას საქმე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მის წიაღი მისი სურვილების სწრაფად უნდათ საერო, როგორც ბრძანა ბატონ მანდორმა საერო ძალაუფლებისკენ აი ამ დონეზეა მისული, რომ თქვა შედარდეს, თქვა ხომეინის შედარდეს ეგვიპტეს, ალ-კაიდას, ეგვიპტეს კონტექსტში შედარეთ თქვენ ალ-კაიდას, ჰამას და ასე შემდეგ. ჯერ არაო. არა, მე ნამდვილად არ მგონია რომ ეს ასეა და პერსპექტივაში ხედავთ, რა მოძგავთ, რომ დაიხუროს ეს პროექტი. არ შეიძლება ერთი ვებსაიტზე გამოკიდებული რეკომენდაცია გახდეს აი ესეთი აჟიოტაჟის საგანი. არა მეტი ურთულესი პრობლემა არ აქვს საკრა. ახლა მეც მიჩნდება ეჭვი, რომ იმ ურთულესი პრობლემები, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში დაუგროვდა და უპერსპექტივო ბევრჯერ ლაბირინთული წარმოსახვა უკვე ადამიანში, აქაურ მოქალაქეში, ეხლა გადავფაროთ ჩვენ ათეულების და ასეულების ჭიდილით ეს ყველაფერი. ნუ თუ ესეთი მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პირველ ათეულში და ვინ პირველ ასეულში და ამას უნდა აღარ მოვიცალოთ არაფრისთვის საფიქრალად. რომ როგორ გამოვიდეთ აი ამ ყოფიდან, რომელშიც მოვეკეცით. საპატრიარქოს არ აქვს ეს, ხო? საპატრიარქოს თქვა რეკომენდაცია, თუ მეთიუ ბრაიზდას აქვს ყველაფერზე საქართველოში უფლება რომ გამოთქვას თავისი აზრები, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს გამოთქვას, მაგრამ მე სხვა რამეს ვამოვდი, იგივე საზოგადოებრივ ინსტიტუტმა განაგრძოს ცხოვრება. აქ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, თუ დაუგვირდით. გამოდის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველ შემთხვევაში თავისი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლების სახით აცხადებს იმას, რომ მისთვის საქართველოს ისტორია წარმოუდგენელია წმინდანების გარეშე, რასაც ეწინააღმდეგება საპატრიარქოს გარკვეული ნაწილი. აი ეს სიტუაცია საკმაოდ პარადოქსულია. მე მგონი ბატონო და რა რატომ არის ინტერპრეტაცია? ადამიანები ამბობენ, რომ წარმოუდგენელია დიდი ათეული, როგორი ცუდად განხორციელებული პროექტიც არ იყოს ეს. წმინდანების გარეშე. მაშინ ეს არ იქნება, მაშინ ეს იქნება ნაკლული ისტორია, მაშინ ეს იქნება, არ ვიცი, გამოშიგნული საქართველოს წარსულია რა. რა თქმა უნდა და საპატრიარქო ამბობს, რომ მის გამო რომ გამორჩეულები არიან წმინდანები, სწორედ ამიტომ თხოვლო ითხოვენ და მომიტევეთ რა. ეხლა თუ რეალობას შევხედავთ, მე მგონი საქართველოში ვიცით უცხოურია, ცოტა ხანი მაინც არავის ეჭვი არ ეპარება. ეხლა შეიძლება ეს კანონმდებლობაში და ჟულის კანონში კი არ აისახება, მაგრამ ასეა რომ წმინდა გიორგი ყველაზე პოპულარული წმინდანი არის საქართველოს. ესეა. არ ვერ ნახავთ სოფელს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რომ არ დგეს, მაგრამ ეს ხომ არ აკნინებს ეხლა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ან სხვა სახელს. რა თქმა უნდა. გარდა ამისა, აი რომ ჩამოვწეროთ რეესტრი საქართველოში ეკლესიების, რა, რამდენიმე ასეული იქნება. და ვნახოთ რომელი წმინდანის სახელობისა ეს ეკლესიები. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რაოდენობა ერთნაირი არ არის. და ის რასაც შეჯიბრს უწოდებენ, არა, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს სწორედ. თვით მონასტრებში სულიერება შეჯიბრებოდნენ ასკეტები ერთმანეთს და ეს ძალიან ბუნებრივია. მოდიოდა ხმა, რომ თურმე იქ სადღაც არის მოღვაწე, რომელიც აკეთებს ამას და ამას და რომ მისი ლოცვა არის ასე სათნო ღვთის თვალში და ყველა ცდილობდა რომ მას დასწეოდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. აბა რა მოხდა ბატონ და თქვენ როგორ ფიქრობთ რა მოხდა? ის მოხდა რომ ხდება გაუნათლებლობის და ბევრი სხვა მიზეზის გამო სახელდახელოდ იგონებენ დღეს თეოლოგიას. სწორედ იმიტომ რომ დაიკარგა ფესვები. ამის მიზეზი ძალიან ბევრია, იცით? სიზარმაცე, ვთქვათ, შესაძლოა გარე გავლენებიც, მაგრამ ახლა ამ მოკლე ფორმატში ჩვენ ამის განხილვას ვერ მოვასწრებთ. მოდით მაშინ ამ თქვენივე ფრაზის მიხედვით ჩაგიკითხებით, საერო ძალაუფლებისადმი აქვს უსწრაფო საპატრიარქოსო ბრძანებით სასულიერო პირებსო.
იცით ძალიან ხშირად თავად პრეზიდენტი მიმართავს ხოლმე პატრიარქს, ოპოზიცია მიმართავს ხოლმე პატრიარქს, ყველა გასაჭირში მიმართავენ მას, რომ რაღაც დახმარება რეკომენდაცია მცით, თუნდაც მოაგვაროს. უკაცრავად მედვედევ შეხვდა ბოლოს და ბოლოს პატრიარქი და მე პრეზიდენტმა ბრძანა დავაბარეო რაღაცები მას, რომ გადაეცავ. რატომ გახდა ეხლა აი ამ რგოლში, რომელიც არის მეტნაკლებად უფროში მეტშეხებაში საპატრიარქოსთან, ხო, წმინდანების თემატიკა. ესეთი აღმაშფოთებელი და არა მაშინ, როცა ხდება საპატრიარქის მართლაც და ჩარევა საერო. თქვენ ახლა ჩამოთვალეთ ჩვენი პოლიტიკოსების, თქვათ, მართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთი გარკვეული თვისება მიმართება ეკლესიის მიმართ და მე ყველას ჩემ თავს და თქვენს ვუსურვებდით, რომ ეს იყოს მათი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში. გასაგებია და მე მაინც მინდა ვიპოვო რაღაც ინტრიგა, არ ვიცი რა დავარქვა, მოკლედ სად იყო ეს პრობლემა. გინდათ გიგარნახოთ. იცით რა მინდა ბატონ დავით კითხავთ, შეიძლება რაიმე სახელმწიფო ინტერესს ხედავთ ესეთ შეთქმულების თეორიებიდან არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც მაქვს ეს შეკითხვა, რაღაც აგორება ამისი და ეკლესიის ავტორიტეტი შეიძლება იყოს სახელმწიფო. მე რატომაც ახლა იცით რომ თავს არ ვიკავებ ხოლმე ამ შეფასებების დროს თუ არის თუ მიმაჩნია რომ ასეა. უბრალოდ რას ვფიქრობ, იცით, ეხლა მე ვერ ვხედავ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პრობლემას. ამ წუთში ვერ ვხედავ, რაღაცა უკვე სხვა ნიადაგი აქვს ამას, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება დაემთხოს მე ნებას, სახელმწიფო ნებას შეიძლება დაემთხოს ეს საპატრიარქოს. რა თვალსაზრისით? რაც შეიძლება ნაკლები გავლენიანი ადამიანები იყვნენ საქართველოში, როცა მიდის პროვინციული რეჟიმისკენ ყოფა, იქ არ სიამოვნებთ ავტორიტეტი. ხალხის ნდობას, რაც თქვენ ახსენეთ, ვინც იწვევს. ბატონო დარ. თუმცა ამას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ ესე არ მოხდეს. საპატრიარქომაც, ადამიანმაც, ხელისუფალმაც და ყველამ, რომ ესე არ განვითარდეს. ბატონ დავით, იყო ეს შეცდომა? შეგიძლიათ თქვენ დაარქვათ ეს კვალიფიკაცია მიცეთ, ნუ თავს თუ შევიკავთ ყველა სხვა უფრო რთული ტერმინისგან ზეწოლა, ცენზურა და ასე შემდეგ. იყო შეცდომის ელემენტები. თქვენ როგორც ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის როგორც საპატრიარქოს მხრიდან ამ რეკომენდაციის გამოქვეყნება. მე ვუნდებით ამ რეკომენდაციაში მე შეცდომას და დანაშაულს ვერ ვხედავ. რეკომენდაცია შეიძლება ნებისმიერ საკითხზე გააჩნდეს საპატრიარქოს და გააჩნდეს რიგით ადამიანს. მაშინ ეს ყოფილა უფრო საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა. მივადექით პრობლემას ბატონო და კი, არა, პრობლემა ყველგან არის და მე საერთოდ თავს შევიკავებდი ასეთი გამონათქვამებისაგან, როგორც შეცდომა, დანაშაული და ასე შემდეგ. მიმდინარეობს სრულიად ნორმალური პროცესი იმისა, რომ საქართველოს ყალიბდება იმად, რაც წერია მის კონსტიტუციაში, საერო სეკულარულ რესპუბლიკად. და ბუნებრივია, რომ არავინ არ უნდა მოველოდეთ იმას, რომ ეს საკითხი გარკვეული კონფლიქტების გარეშე წარიმართება. და არ უნდა მოველოდეთ იმასაც, რომ საქართველოში არსად არავინ არ იდგება და არაფერს არ იყვირებს. ეს არის ნორმალური დემოკრატიული სიტუაცია. ისიც რაც ახლა ხდება დღეს და ის რომ სხვათა შორის სამღვდელოების წარმომადგენლები მოვიდნენ ერთი ინტენციით გადაცემაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ წინა პარასკევს, ხომ? შემდეგ დაბრუნდნენ სხვა ინტენციით, შემდეგ ხედავდით ჩვენ როგორ იცვლებოდა ყოველ წუთში სიტუაცია, არა? აი ამას უნდა მივეჩვიოთ ყოველ წამში. ეს იქნება აწი ჩვენი ცხოვრება. და ბატონო დარსა ჩვენ გაცემის პირველი ნაწილი დასასრულს ვახლოვდა, მაინც მინდა კითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომლის სამეთვალყურო სამეურვეო საბჭოსაც მოусმინეთ, წამყვანებს გადაცემის მეორე ნაწილში კიდევ მოусმენს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? როგორ უნდა მოხდეს წესით, აი რა ტენდენციებს არანაირი მოლოდინი არ მაქვს და მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობაც არ აქვს ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომ საქართველოს ჩამოყალიბდეს საერო სეკულარულ რესპუბლიკად და შესაბამისად მოვიქცევით ისე როგორც ამის საშუალებას და მოგცემს სიტუაცია და რასაც მოითხოვს იგი ჩვენგან. ბატონ დავით, თქვენ რას ფიქრობთ და რას ურჩევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას? მოლოდინი ბევრი არაფრის მაქვს. უბრალოდ იმ ზეწოლებისგან განთავისუფლებული იყოს, რომელიც მართლა არსებობს და სიტყვის თავისუფლებაზე იზრუნოს. ეს გადაცემა სურვილია უკვე, მოთხოვნა.
მოთხოვნა. და ეს გადაცემა შეიძლება გახდეს იმის განსაზღვრელი, მიყვება საქართველოს თავის კონსტიტუციაში ჩაწერილ, თქვა. აი, რასაც ბატონო ნოდარი ამბობდა, სიტყვის თავისუფლება არის ერთადერთი გარანტია იმ სახელმწიფოში. ვარაფრის ესე იგი 100%-იანი გარანტია არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მაჩვენებელია, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის თვალსაჩინო მაჩვენებელი. და ძალიან ბევრი ამბობს ახლა უკვე ჩემს გარშემო, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა დაიხურება თუ არ დაიხურება ეს გადაცემაო. ისეთ კონდიციაში მივიდა ახლა ეს თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს მართლობა წვრილმანია დიდ კონტექსტში, რადგან თქვენ ბრძანეთ ბატონო და დახურვა ესეთი არ მინდა ხოლმე რა. რა სიცოცხლის უნარიანი იქნება, კიდე უკეთესი შეიძლება გახდეს, უფრო გამდიდრდეს, რა ვიცი 1000 კარგი თვისება შეიძინოს გზაში რა. კონკრეტულად უპასუხებ, მე მგონი და ამის მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო აქამდე. და მოვა ეთერში ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე და წარადგენს დავით აღმაშენებელს, როგორც ეს იყო მანამდე შეთანხმებული სწორედ საპატრიარქოს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, ბატონებო, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი იქნება უფრო კონკრეტული, უფრო სწორად უფრო შედეგებზე ორიენტირებული, ჩვენ გავიგებთ, რას აპირებს შემოქმედებითი ჯგუფი, სტუმრად გვეყოლებიან ეკა ხოფერია და დაჩი გძელიშვილი დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. მე წავიკითხავ ოფიციალურ განცხადებას სამეურვეო საბჭოსი. ამა წლის 10 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ გადაცემა საქართველოს დიდი ათეული არსებული ფორმატით არ არის მისაღები ეკლესიისათვის, რადგან იგი მიზნად ისახავს სასულიერო და საერო მოღვაწეთა ერთგვარ შეჯიბრს. საპატრიარქოში ჩვენი დღევანდელი შეხვედრისას გამოითქვა აზრი სიიდან იმ პირების ამოღების თაობაზე, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხული არიან წმინდანებად. ჩვენთვის გასაგებია საპატრიარქოს არგუმენტები, თუმცა მიგვაჩნია, რომ გაგრძელების შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს გადაცემის არსებული ფორმატი, რადგან ამგვარი კორექტირება არსებითად ცვლის პროექტის შინაარსს. შექმნილ ვითარებაში საბჭომ ერთადერთ კომპრომისულ ვარიანტად მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციის გაწევა პროექტის შეჩერების თაობაზე. პროექტი მიმდინარეობს თვეზე მეტია და ჩვენ არ მოგვისმენია რაიმე არგუმენტირებული პრეტენზიები აქამდე საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან და უცბად გამოჩნდა ასეთი პრეტენზია. პრეტენზიები იყო ქალბატონი მანანა არჩვაძისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა თითქოს ასე ვთქვათ, ხელს უწყობს манипуляციების გზით დავით აღმაშენებლის წინ წაწევას აი ამ სიაში ბატონი ზვიად გამსახურდიას საზიანოთ. არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი შეშფოთება, აღშფოთება 21 საუკუნის საქართველოში ჩვენ გვიწევს ამაზე საუბარი და გვიწევს ასე ვთქვათ აი ასეთი კომპრომისის განხორციელება სამწუხაროდ ასეთი გვიწევს ლევან გაუგებარი შეგვიძლია არ წავიდეთ ამ კომპრომისზე და ვიყოთ შეუპოვრებელი გაგრძელდეს პროექტი იმ სახით როგორც თუ ეს არ უნდა პროექტის ავტორებს მაშინ სხვა საკითხია ბატონო დავით და ბოლოს მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ამ ეს არის ის გადაწყვეტილება რომელიც საერთოდ თავიდან გეთქვათ რომ პანაშვიდი იყო ამ გადაცემის შეიძლება დავასრულებ ხო დავასრულებ ალბათ უახლოეს ხანში საზოგადოება მოისმენს უკვე სამეურვეო საბჭოს წევრების ან წევრთა ჯგუფის სპეციალურ განცხადებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ დაველოდოთ აი იმ განცხადებებსაც, რასაც გააკეთებენ სამეურვეო საბჭოს. მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება დიდი ათეულის წამყვანებთან ეკა ხოფერესთან და დაჩი გძელიშვილთან ერთად მოგესალმებით დიდი მადლობა მოგესალმებით გილოცავთ მაესტროზე გასვლას ძალიან დიდი მადლობა იმედია მეც მოგილოცავთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას სულ მალე თუმცა მანამდე სამეურვეო საბჭოს უხსმენდით თქვენი გადაცემიდან ან ბოლო გადაცემიდან ფრაგმენტს ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია სამეურვეო საბჭო თქვენ ჩანდით უფრო დაბნეულები გადაცემის ორი წამყვანი და ფრთხილობთ ხო ეს ძალიან დიდ სიფრთხილეს უკავშირდება ნამდვილად ეს თემა რომელიც თქვენ შეგეხოთ უშუალოდ თუ შეიცვალა თქვენი პოზიცია რა თვალსა უბრალოდ თუ ჩამოყალიბდა უფრო მეტად პარასკევიდან ორშაბათამდე სამშაბათამდე გავიდა რამდენიმე დღე და თუ ჩამოგიყალიბდათ პოზიცია გინდათ თუ არა თქვენ ამ გადაცემის წაყვანა შინაგანად თუ რაღაც რამე შეიცვალა ეკაც შეიძლება რომ გითხრათ ხო იცი რა რაც ეხება უშუალოდ იმ გადაცემას და ჩვენ ნამდვილად რაღაცნაირად შეთანხმებულები არც ყოფილვართ და გვინდოდა რომ
ჩვენი პოზიცია, წამყვანობის პოზიცია ნაკლებად ყოფილიყო წარმოჩენილი. იმიტომ რომ ვინაიდან შეიქმნა ასეთი ვითარება და მე არ მგონია რომ ეს არის უბრალოდ ეს თქვა რა მოხდა ისეთი იმიტომ რომ მე პრინციპში არ მახსენდება პროექტი რომელთანაც დაკავშირებით 1 2 3 4 5 და ასე შემდეგ შეხვედრა იყოს გამართული საპატრიარქოში და ვებგვერდზე იყოს გამოქვეყნებული განცხადება მე არანაირად არ გულისხმობ რომ ეს რაღაც ზეწოლის მაჩვენებელი იყო უბრალოდ გახდა ესეთი აქტიური და ხშირი შეხვედრების საგანი და მიმაჩნია და სამეურვეო საბჭოს წევრებსაც, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსაც, როდესაც ჩვენ ხვდებოდით, ვეუბნებოდი, რომ აი ეს დისკუსია ღია ეთერში, მე ვფიქრობ, რომ დაგვანახებს რაღაც სურათს. იყო შენიშვნები გამოთქმული, რომ დაუბალანსებელი იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი თორსტები ნათია მიქიაშვილი წერდა ერთ-ერთ გაზეთში. შესაძლოა, მაგრამ ეს მოხდა სპონტანურად, იმიტომ რომ იმავე დღეს იყო შეხვედრა საპატრიარქოში. ეს არის ამ შემთხვევაში პირადად ჩემი მოსაზრება იყო რომ აი რაც ხდება ამ პროექტის ირგვლივ კი არ დავმალოთ და მე პოსტფაქტუმ დავაყენოთ მაყურებელი იმის წინაშე რომ აი ჩვენ ეს ადრე ხდებოდა და ჩვენ აი ესე გადავწყვიტეთ და ან ესე ან ისე არამედ გაგვეხსნა ეს დისკუსია ხო არანაირი ეს თქვა ხელოვნური აჟიოტაჟი არ იყო შექმნილი რაც იყო ანუ ვაჩვენეთ ეს ხდებოდა და რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანს ეს თქვა თქონდა ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი გადაწყვეტილება მეც ეს თქვა როდესაც ბორდი შემოვიდა და ეს გადაწყვეტილება წაიკითხა მე ჩემთვის ფიქრობდი აი რომ მე ეხლა რამდენიმე წუთში მე რაღაც უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით შემდეგ საბედნიეროდ შემოვიდა უბრალოდ საუბარში ჩაერთო გია ჭანტურია შემდეგ ლევან ყუბანეიშვილი და ამან რა თქმა უნდა გარკვეულწილად ეს თქვა ეს აგიადულა ხო დაჩი ძალიან ბევრს წერს ყველა გაზეთი აი ამ ბოლო დღეებში დაჩი თქვაო ეკამ თქვაო ესეთ ფორმით წერენ იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად არ გამოხატოთ ეს ღია თქვენს მოსაზრებას მაინც რა მოხდა აი რატომ შეიქმნა ეს პრობლემა და მოდი იქნებ მოგვიყვეთ მართლა სულ მონაყოლის ვისმენთ რა თქვა პატრიარქმა რასთან მქონდა საქმე თქვენთვის რა იყო ეს ზეწოლა რეკომენდაცია თხოვნა აი რა ფორმა იყო ეს პირველ რიგში დაჩი თქვა და ეკამ თქვას რა შეეხება თავისთავად ის ფაქტი რომ აგერ სხედვართ დავსაუბრობთ, გულისხმობს იმას, რომ უარი არ გითქვამს არავისთვის შეკითხვაზე გვეპასუხა. თუ კი ვინმე დაწერა ამ სტილით, ვურჩევ მეგობრულად, რომ მოგმართოს და უპასუხებთ ხოლმე მეც და ეკაც, ალბათ რა ვიცი, შენი სახელი და გადაცემიდან გამომდინარე. ხო, არ ვიცი. არა, როგორც ამბობენ დაჩი თქვაო, გუშინ რომელიღაც გაზეთში, ანუ მახსოვს რომ შევიკითხე, მაგრამ არ მინდა ხა დასახელება, იმიტომ რომ ეს არის ის ამ სტილი აქვს ესეთი გასაგებია, მე თქვენს მიმართ არ იყო ეს. რაც შეეხება ახლა თვითონ პრობლემას და პრობლემის სათავეს აქამდეც თქვი და ეხლაც ვიტყვი რომ თავისთავად საკმაოდ საინტერესო მოვლენა ხდება ჩვენს რეალობაში აი ამ გადაცემის სახით და შემიძლია უკვე ამაყად განვაცხადო რომ პროექტმა თავისი მისიის პირველი ეტაპი რაღაცნაირად შეასრულა თუ კი დავარქმევთ პროექტის მისიას იმას რაც მას დედანშივე ეწერა რომ ეს არის ერის მდგომარეობის ერთგვარი გამოვლენა რა სოციალურ რა იდეოლოგიურ რა მენტალურ მდგომარეობაში იმყოფება საზოგადოება როგორც წესი აი ესეთი მომენტები ვლინდება ხოლმე სხვადასხვა დონეებზე, სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა კონფიგურაციების საშუალებით. ახლა დღეს რა ხდება? ერთის მხრივ საკმაოდ უცნაური სიტუაცია შეიქმნა, ახლა ბოლოს უკვე მეცნიერება ხოლმე კიდევაც რომ არ არსებობს არანაირი ზეწოლა, არანაირი ესეთი ვალდებულების გამომხატველი დავალება თუ რაღაცა ვთქვათ, განცხადება საპატრიარქოს მხრიდან. თავად საპატრიარქომაც განაცხადა ის რომ ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია შეიძლება ითქვას რეკომენდაციაც არ იყო არის რაღაცა რჩევა პოზიციის დაფიქსირება თხოვნა და აი ამაზე არის ატეხილი დიდი ნებადღელვა ჩვენ ყველანი ახლა ვხედავთ და ვფიქრობთ გავითვალისწინოთ ეს თხოვნა თუ არ გავითვალისწინოთ ეს თხოვნა რაკიღა საკითხი ეხება საკმაოდ ფაქის თემას ეკლესიას ცხადია გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის. ახლა მე სხვაგანაც თქვი, ახლა ვიტყვი რომ ეს საკითხი რაღაცა ხელკარტოფილად იქცა, რომელიც ცდილობს რომ ყველას ერთმანეთს შეაჩეჩონ ხელში, თქვა სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი, მას რა ქვია, შემოქმედებით გუნდს, ახლა შემოქმედებით გუნდსაც ცხადია ესე მარტივად არ არის საკითხის გადაწყვეტა ესე იოლი. კითხეთ პრობლემის არსი საიდან დაიწყო, ხო? დიახ, აი მინდა ძალიან მოკლედ ჩვენ ხა ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. მოკლედ მიამბოთ, თავარი გზავნილები, რა გითხრათ პატრიარქმა, რა გთხოვათ?
და თქვენ იქვე გაგიჩნდათ პროტესტი. იქ რა ხდებოდა პატრიარქთან შეხვედრაზე? იქ უთხარით მას, რომ ახლა პროტესტი გქონდათ და მან მაინც გითხრათ, არა, მე ვფიქრობ, რომ ეს ასე უნდა. იცით რა არის ახლა პროტესტი, ეხლაც არა მაქვს რომ გითხრათ ესეთი პროტესტი, რომ არ იქა იმ ჭკუაზე ვარ, იმერ არ მიჭერდეს, დავანგრევდი ყველაფერს მეთქი და რაღაც დროშებით ვირბენდი მეთქი. უბრალოდ სიმართლე გითხრათ, მაქვს ესეთი სევდანარევი გაოცების განცდა მაქვს. იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ჩაფიქრებული რაღაც ესეთი შემეცნებითი პროექტი, რომელიც ჩართული უნდა ყოფილიყო ახალგაზრდობაც, ერიც, ფერიც და მივიღეთ დაპირისპირება საზოგადოებაში, სადაც თქვა ერთის მხრივ ერთნი ახორციელებენ, არ ვიცი ახლა თავის ინტერესებს თუ მოსაზრებებს თუ რაღაცებს იყენებენ როგორც პლაცდარმად აი ამ თემას და მეორენი ვარდებიან განკითხვაში თუ ცოდვაში, არ ვიცი რა დავარქვათ. პატრიარქის მხრიდან იყო გამოთქმული, ჩვენ მას არაერთხელ შევხვდით მე და ბატონი ლევან ყუბანიშვილი. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ არ იყო კარგი თუ მისაღები წმინდანების შეჯიბრი. ჩვენ იქვე განმარტეთ, რომ ეს არ იყო წმინდანების შეჯიბრი, აზრათაც არ მოქსულია, ზოგადად შეჯიბრი არ მოქსულია აზრათ არავისი ამ პროექტში. ეს იყო წმინდა წყლის ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვა მოსახლეობისა, თუ რა შემორჩა მის მეხსიერებას, ვინ შემორჩა, ვინ ახსოვს. ითქვა ისიც, რომ და ძალიან მომწონს ხოლმე ეს განმარტება, რომ საზოგადოებას კი არ უნდა გამოევლინა ახლა დიდი ათეული და რაღაც თავიდან კი არ ვარიგებთ ამ ტიტულებს ან ვართმევთ ვინმეს. ათეულს უნდა გამოევლინა საზოგადოება მათადმი დამოკიდებულების შესაბამისად, ანუ რა სტადიაშია საზოგადოება. იმ ეტაპზე უწმინდესმა მოგვისმინა, მოგვიწონა კიდე შეიძლება ითქვას ეს იდეა. თუმცა ეს თემა წმინდანების შეჯიბრი კვლავ ძალაში დარჩა და მაშინ შევთანხმდით, რომ უნდა განგვეახლებინა მოლაპარაკება უფრო კონსულტაციების დარგში სხვებთან, იგივე საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს მოლაპარაკება მიმდინარეობდა კიდეც და მე და ლევანმა ჩავთვალეთ, რომ რაღაცებზე შევთანხმდით კიდეც და აი ამ დროს გამოჩნდა ეს განცხადება. მანამდე გამოჩნდა მანან არჩვაძე გამსახურდიას მიტინგი. აი მან არჩვაძე, მე მაინც პოლიტიკური რაღაც დინებები მინდა გკითხოთ, ეკა თქვენ იგრძენით ეს გავლენა მანან არჩვაძის აქციების საპატრიარქოზე და კონკრეტულად პატრიარქზე ამ შეხვედრის დროს, თუ ეს იყო მართლაც და ის რაც ითქვა წმინდანების შეჯიბრის პრობლემა. დავიწყოთ იმით, რომ ეს აქცია ტარდებოდა. დღეს არ ვიცი დღევანდელი მდგომარეობით როგორ არის, მაგრამ აი დღეების მანძილზე ტარდებოდა საპატრიარქოსთან ეს აქცია და გადაცემაშიც ვთქვი, რომ როდესაც დავუშვათ ადამიანს აქვს პროტესტი სრულად ლეგიტიმური რაღაც გადაცემის თუ წამყვანების თუ ასე შემდეგ მიმართ, არსებობს ის ადგილი, სადაც მე კი არ მოუწოდებ მაინც პირველ არხთან, მაგრამ ანუ ეს აქცია ტარდებოდა არა პირველ არხთან, არამედ საპატრიარქოსთან. და მოვლენათა ვთქვათ ქრონოლოგია იყო ასეთი, რომ ჯერ პირველი იყო სწორედ მან არჩვაძე გამსახურდიას წერილი, მანამდე იყო სატელეფონო ზარი ლევან გახელაძის და მე წერილი და ასე შემდეგ რაც ყველამ ვიცით. რაც შეეხება უშუალოდ პატრიარქთან შეხვედრას იმ დროს ზარის შინაარსი ძალიან საინტერესო იყო, ჩაგიჭრები ეკა და აუცილებლად თვლი ამას. ქალბატონი მანანა უჩიოდა პირველ არხს, რომ გარკვეული ხმების ოდენობაზე იყო 299 ხმა იყო თუ რაღაცა, როგორ მოვპარეთ ზვიად გამსახურდიას და მივეცით დავითვალოთ პრობლემა ეს იყო მაინც. თქვენ ასე ფიქრობთ, თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს. ეს იყო მოცემულობა და მე რომ ეს შთაბეჭდილება არ მქონდა, მე ამაზე არც ვისაუბრებდი გადაცემაში და ვთქვი კიდევაც ღიად და რაც შეეხება უშუალოდ პატრიარქთან შეხვედრას, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვიყავით იქ წარმოდგენილი და უნდა ვთქვა, ეს უნდა ითქვას, რომ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ცალსახად ფიქრობდა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს ისე როგორც ის არის. და თუ კიდევ უშუალოდ ჩვენ როგორც წამყვანები ვცდილობდით გარკვეულწილად ასე ვთქვათ ლავირებას ან ვთქვათ რაღაც კომპრომისის ძებნას, აქ ჯგუფი ფიქრობდა, რომ ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს ამ ჯგუფს, იმიტომ რომ ის მუშაობდა და დისკუსია იყო. ვთქვათ საპატრიარქოში გამართული. ეკა თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ თითოეულ სიტყვას, რომელსაც ისმენთ ამ პროექტის ირგვლივ. ნებისმიერი ადამიანისგან, მოქალაქისგან, პოლიტიკოსები ძალიან ერიდებიან ამ თემას, იმიტომ რომ წამგებიანია პოლიტიკურად. ჩვენც არ გვიკითხავს. მომგებიანი, მოკლედ ეს ჩვენ მკითხეთ დღეს პოლიტიკოსებს. ძალიან ბევრმა მათგანმა თავი შეიკავა, ნაწილმა კი თავისი აზრი გამოხატა. მოთ მოვისმინოთ ეს მოსაზრები და შემდეგ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ყველა ადამიანს თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტს
აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი და გააკეთოს საკუთარი შეთავაზება ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით. არავის არ აქვს უფლება რომ ბრძანება გასცეს ან მოითხოვოს კონკრეტული პროექტის ცვლილება. ეს არ არის მოთხოვნა. ეს არის წინადადება და არ შეიძლება რომ არსებობდეს მოთხოვნა ამ მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტთან დაკავშირებით, თავიდანვანებოთ იმას მე მომწონს თუ არ მომწონს. მე მიმაჩნია ერთი რამ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ თუ პროექტი გაგრძელდება, უნდა გაგრძელდეს იმ სახით, რა სახითაც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი უნდა შეჩერდეს. მისი ტრანსფორმირება, ეს იქნება დამახინჯება, ვერც შედეგს მივიღებთ და ვერანაირი, ასე ვთქვათ, პოზიტიური რეზულტატი ამას ვერ მოყვება. ჩემი აზრით, ან უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც ის არის, ან უნდა შეწყდეს, მაგრამ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც ფულს უხდიან. მე არ დავსწრები ვარ მათ საუბრებს, მაგრამ რასაც უყურე დებატებში, როდესაც გაიმართა ამ გადაცემის ავკარგიანობაზე დებატები და არაუშუალოდ მის შინაარსზე, ანუ ამ დიდი ათეულის დადგენაზე, იქ გამოიკვეთა ზეწოლის ნიშნები. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელმა თავისი აზრი გამოხატა, კი ბატონო, გამოხატა, მაგრამ რა ფორმით არის ეს გამოხატული, რასთან გვაქვს საქმე, ზეწოლის ათასნაირი ფორმები არსებობს და იქ თვითონ ის ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ ან ვინც პროექტში მონაწილეობდნენ, გავდნენ გულწრფელად და გამოხატავდნენ კიდევაც იმ აზრს, რომ განიცადეს გარკვეული ზეწოლა. და ეს არის მიუღებელი. ზეწოლა არ შეიძლება. მე მგონი ეს არის პირველი არხის ექსკლუზიური კომპეტენცია. საბედნიეროდ საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რჩევა. ამიტომ ის მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ არასერიოზული განცხადება, რასაც ადგილი ჰქონდა ჭიაურელის და კიდე იქ ხარ ვიცი სახელებით და გვარით სამეურვეო საბჭოს სხვა წევრების მხრიდან, რომ მათზე ადგილი აქვს ზეწოლას და ისინი სხვაგვარად ვერ მოიქცევენ, ეს არის უპასუხისმგებლობა. თუ მათ არ შეუძლიათ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები, უნდა გადადგნენ. და თუ რჩებიან პოსტზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მათ. თუ მიაჩნიათ მართლაც, რომ ეს გადაცემა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, ნეობის კანონებს, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შეწყვეტის შესახებ და პატრიარქს ნუ დააკისრებენ პასუხისმგებლობას. სრულიად ნათელია, რომ ის ანტიეკლესიური ლობი, რომელიც ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში, უზარმაზარ გავლენას ახდენს პირველ არხზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა გახდა ამჯერად მათი, ასე ვთქვათ, იარაღი, რომელთაც ისინი ცდილობენ იერიში მიიტანონ საპატრიარქოს. პროექტი უნდა შეიცვალოს საპატრიარქოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. დაჩიეკა ნებისმიერ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, თქვენ გეყოლებათ ძალიან ბევრი მაკრიტიკებელი, თქვენი პოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ მოვისმენთ მრავალ მიმართულების მოსაზრებები, არა მხოლოდ ექსპერტების, პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების გაყოფილი აზრი. მაგრამ მე მაინც მინდა კითხოთ, აი თქვენ ეკა თუ კი იქნება შემოთავაზება, რომ ეს გადაცემა გაგრძელდეს და კვლავ იყოთ მისი წამყვანი, წაიყვანთ თუ არა ამ გადაცემას. მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ახსენა დაჩიმ, რომ აი თითქოს რაღაცა ყველა იცილებს ამ თემას, ხო ჩვენი გადასაწყვეტია მაინც. და დისკუსიამ თავისი როლი შეასრულა. მე რა თქმა უნდა, როგორც ჟურნალისტი, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა გაგრძელდეს ისე როგორც არის. და მე ვფიქრობ, რომ თუ კი რაიმე პასუხისმგებლობაზეა საუბარი, სწორედ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე. სწორედ იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ გაჩერდეს ეს პროექტი, დარწმუნებული რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს და უარყოფითად იმოქმედებს იმავე საპატრიარქოზე და ჩვეულებრივად ასე ვთქვათ ჩვენი ამოცანა იყო ჩვენ ვარ ჟურნალისტები ჩვენ შევთავაზეთ ასე ვთქვათ თუ შეიძლება ასე ვთქვათ მხარებს რომ პოზიციები დაფიქსირებული იყო ანუ ჩვენი მისია შევასრულეთ გამოვიტანეთ სამსჯავროზე ვთქვით რომ ეს არის აი ეს ხდება ამ პროექტის ირგვლივ და მე მიმაჩნია ეს ჩემი პოზიცია არის და შემოქმედების ჯგუფშიც ასე ვთქვათ ესეთი აზრი არსებობს
რომ პროექტი ამ სახით უნდა გაგრძელდეს. თუმცა ახლა ვერ ვილაპარაკებ არხის ხელმძღვანელობის და ასე ვთქვათ ბორდის ну საბოლოო ჯამში და ჩემო თქვენ ავტორიც ვზანდებით ამ პროექტის ან მხოლოდ წამყვანი ანუ იდეის გადმოტანის მონაწილე ხარ თქვენც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუმცა რეიტინგული ეს პროექტი უკვე გახდა როგორც თქვენ ბრძანეთ მანამდეც და ახლა მით უმეტეს როგორ ფიქრობთ უпроსტოდ მე მინდა ვკითხოთ გადაწყვეტილებას თუ უჩანს ბოლო ანუ გადაწყვეტილების მიღება და როგორ იქნება გადაწყვეტილება მაინც ეს აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ესაა თქვენ ეს ცხელი კარტოფილი მოაწოდა და მე ვიღე და გადავისროლე სამოთვალყურეო საბჭოს ტერიტორიაზე. სამოთვალყურეო საბჭომ თქვა უკვე. მაშინ დირექტორატის ტერიტორიაზე არ ვიცი, იმიტომ რომ გადაცემის ბედის განსაზღვრა ეთერს რაც შეეხება მე არ მეხელწიფებ. მე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი პოზიცია. მდგომარეობს იმაში, რომ გადაცემა უნდა გაგრძელდეს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საპატრიარქოს ქართულ ეკლესიას და არ გსურს დაპირისპირების გამწვავება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რომ იმისთვის რომ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. ხა იცით რა არის? კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ რომ საპატრიარქოს მხრიდან არ არის არანაირი ესეთი რაღაცა ზეწოლა ვთქვათ, რაღაცა იძულების მომენტი და ნუ ხა ჩვენ თავთან თუ კამათობ და ფიქრობთ რომ გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ და იმაზე ხა გადაცემაში თქვა რომ ნუ გწხვენიათ პატრიარქის სიყვარულისო, ზუსტადაც რომ კი არ მწხვენია ვამოყოფ ამ სიყვარულით და ვამბობ რომ იმას რომ ხა გადაცემა შეჩერდეს და მაღდებოებიც იყო. გლობა. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.